არასდროს მესმოდა იმ ხალხის, რომლებიც ყოველწლიურად ახალ და ახალ smartphones ყიდულობენ. თუ კი ტექნიკა მუშაობს, მაშინ რატომ უნდა დახარჯო მასში თანხა და დღემდე 2019 წელს ნაყიდი Xiaomi-ით დავდივარ. სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ, გეტყვით, რომ ისევ კრწანისის ტყე პარკში ვიმყოფები, ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც შენდება ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქი. პროექტი, რომელიც უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და საზოგადოება მისი ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ახლა კი მოდით საკითხს დაუბრუნდეთ. მაშინ, როდესაც მეტნაკლებად სერიოზულად მოვეკიდე ფოტო-ვიდეო გადაღებას, ჩემი ეს დამოკიდებულება, რომ ყოველწლიურად ახალ და ახალ ტექნიკაში თანხა არ უნდა გადაიხადო, შეიცვალა. მართლა ყოველწლიურად ჩნდება რაღაც ახალი, ისეთი, რაც უფრო უკეთეს შედეგს მოგცემს. როგორც კამერებში და ლინზებში, ასევე სხვა ტექნიკაში. განსაკუთრებით კი მინდა ყურადღება გავამახვილოთ ჩინურ წარმოებაზე. მაგალითად, ჩინური დაბალბიუჯეტური ლინზების კომპანია Viltrox ყოველწლიურად მართლაც რაღაც ახალს გვთავაზობს. მაგრამ ჩემი ვიდეო შეეხება ჩინურ გიგანტურ კომპანია DJI-ს. ვინც ჩემ პირველ ვიდეოს უყურეთ, იქ განვიხილე მე ჩემი საკუთარი ტექნიკა და ავხსენი თუ რა ვიყიდე, როდის ვიყიდე და რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები ჰქონდა მას. თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, ხოლო ახლა იმ ვიდეოდან გამომდინარე ვისაუბრებ. მაგალითად, მაშინ ვთქვი, რომ მე მაქვს დრონი DJI Mini 4 Pro და ვახსენ ესეთი რამე, რომ ამ დრონს არაფერს არ ვერჩი, გარდა იმისა, რომ მისი სენსორი არის პატარა. და მისი სენსორის ზომა არის 1 ინჩი შეფარდებული 1.3 ინჩთან. საკმაოდ კარგი დრონია, თუმცა მისი სენსორი არის ძალიან პატარა, რის გამოც ვიდეოს ხარისხი ჩამოუვარდება იგივე აირს, იგივე მავიკებს. ხოლო წელს იმ ვიდეოს გამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში ალბათ DJI-მ წარმოადგინა ახალი დრონი მინის სეგმენტში, რა თქმა უნდა, ეს იყო Mini 5 Pro, რომელსაც ზუსტად სენსორი აქვს შეცვლილი და ახალი Mini 5 Pro სენსორი შეადგენს 1 ინჩს. ანუ ის, რაც არ მომწონდა ამ დრონში, გამოასწორეს. ასევე დამატებით მას აქვს გიმბალის ვერტიკალური მოძრაობა 225 გრადუსზე და არა 360-ზე. 360-ზე აქვს უკვე Mavic 5 Pro-ს, რომელიც ძვირიან სეგმენტს განეკუთვნება. რატომ მხოლოდ 225 გრადუსი? ჩემი აზრით, Mini 5 Pro-ზეც შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ 360 გრადუსზე მოძრავი, მაგრამ სპეციალურად არ გააკეთეს იმისთვის, რომ დაელოდეთ Mini 6 Pro-ს და ჩემი წინასწარმეტყველება გამართლდება. მას ექნება 360 გრადუსზე მოძრავი გიმბოლი. შესაბამისად, ყოველწლიურად ცდილობენ რაღაც ისეთი შექმნან, რაც წინა მოდელისგან დიამეტრალურად განსხვავებული იქნება. მართალია ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ Mini 5 Pro ვიყიდო, მაგრამ ალბათ წელს არ შევიძენ, რადგან დაველოდები Mini 6 Pro-ს, რომელშიც ჩემი ვარაუდით იქნება სწორედ 360 გრადუსზე მოძრავი გიმბალი. დრონი გვერდზე გადავდე, ახლა კი მოდით ვისაუბროთ პატარა action კამერებზე. action კამერების განხილვის დროსაც, ანუ ჩემი კონკრეტული არის ასევე DJI Action 5. ვთქვი ასეთი რამ, თუ რატომ გავაკეთე აქცენტი კონკრეტულად DJI-ზე და არა მაგალითად GoPro-ზე, რომელიც საკმაოდ ცნობილია და უკვე წლების განმავლობაში აწარმოებს ამდაგვარ პროდუქტს. იმიტომ რომ DJI Action 5-ს განსხვავებით GoPro-სგან აქვს უფრო დიდი სენსორი. და მისი სენსორი არის 1 ინჩი შეფარდებული 1.3 ინჩთან. შევაჩერე არჩევანი DJI-ზე და არა მაგალითად GoPro-ზე. GoPro 13, Hero 13 არის თუ არ ვცდები ბოლო მოდელი, GoPro-მ რაც გამოუშვა და ამასა და GoPro შორის მთავარი სხვაობა არის ის, რომ ამას უფრო დიდი სენსორი აქვს. ეს არის 1 ინჩი შეფარდებული 1.3 ინჩთან. ხოლო GoPro-სი არის 1 ინჩი შეფარდებული 1.7 ინჩთან. და რა მოხდა გუშინ? გუშინ DJI-მ გამოუშვა Action 6 Pro, რომელსაც აქვს ერთი მხრივ უფრო დიდი სენსორი, ეს არის 1 ინჩი შეფარდებული 1.1 ინჩთან და პლუს მაგას აქვს ცვლადი დიაფრაგმა 2-დან 0-დან 4-დან 0-მდე. კიდევ აქვს მცირე განსხვავებები ამ action კამერასთან შედარებით, მაგალითად შიდა მეხსიერება არის გაზრდილი და შეადგენს უკვე 50 გიგაბაიტს. შესაბამისად, თანამედროვე ტექნიკა იმ ტემპებით ვითარდება, რომ თუ კი გინდა რომ დაეწიო, ყოველწლიურად უნდა განაახლო, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მაღალ თანხებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ტექნიკის მწარმოებლები და განსაკუთრებით კი DJI თქვენ საფულეს იპყრობს.